რა გამოწვევების წინაშე დგახართ, რა ხდება ეხლა თქვენს ცხოვრებაში, როგორ უნდა გაუმკლავდეთ ამ ყველა პრობლემას და სირთულეს. იფიქრეთ საკუთარ თავზე მხოლოდ და მხოლოდ. ბალანსისთვის შეგიძლიათ ვიდეო დაალაიქოთ და ჩემი გვერდიც გამოიწეროთ. ნახოთ აბა ეხლა რა ხდება თქვენ რა ეტაპზე დგახართ. რა ეტაპზე დგახართ, თქვენ როგორ აღიქვავთ თქვენს თავს ამ მოცემულ სიტუაციაში. ეტაპი ტრანსფორმაციული მდგომარეობები ნამდვილად არის აქ. შესაძლებელია ურთიერთობები იყოს აქ ყველაზე უფრო პრობლემური და მნიშვნელოვანი. არა მარტო ურთიერთობები, მაგრამ პირველ რიგში ეს თვალშისაცემი არის საპირისპირო სქესის პარტნიორი ადამიანი. მასთან დაკავშირებით ძალიან ძლიერი გულისტკენა, იმედგაცრუება, თითქოს რაღაც სიტუაციიდან წახვედით ან გადიხართ, მაგრამ ეს იძულებითი მოხდა და სხვა გზა არ დაგიტოვათ ფიზიკურად და სხვანაირად არ შეიძლებოდა აქ ამ სიტუაციაში მოქმედება, უნდა წასულიყავით და კი ხართ წასულები, მაგრამ მაინც რო უკან იყურებით და მაინც რო წარსულში იყურებით და მაინც კიდე რო რაღაცა ძველს შეჭქნით და იქ წარსულში რაღაცები რო გიღიტინებთ და არ გასვენებთ ეს ენერგიები. ეგ მომენტი ამოგდით ძალიან ბევრ თქვენთაგანს. აქ შესაძლებელია ოჯახიც კი იყო, ან ისეთი მყარი მტკიცე კავშირი იყო ამ ურთიერთობაში, რომლის დატოვება ძალიან რთულია, მაგრამ აქვე ზურგს უკან მოქმედებებიც ბევრი იყო ამ ურთიერთობაში და შესაძლებელია ზურგში დანაჩაგარტყასო, აი ესეთი განცდაც კი გქონდეთ. აქ შეიძლება ჩარევებიც იყო ბევრი გარშემოყოფი ადამიანების. თქვენ თავად საკმაოდ ემოციურები ხართ და იმპულსურები ამ სიტუაციაში, როგორც გიყურებთ თქვენს თავს ზოგადად ამ ეტაპზე ხედავთ, რომ ბევრი ემოციური ფონი გაქვთ, ბევრი სტრესი გაქვთ, შეიძლება თავის კონტროლი გიჭირთ, აგრესიები გაქვთ, მონატრებები, წუხილები, აი ესეთი ემოციური არამდგრადობები არის, თან გავხიზიანებულები, გაბრაზებულები ძალიან ხართ, ძალიან მკაცრები ხართ, აქ არაპირებთ თქვენ პრინციპების და პოზიციების დათმობას და ჯიქურად ჯინაზე აწვევით სიტუაციებს საკმაოდ მტკიცეთ, მაგრამ აგრესიები და იმპულსურობები ძალიან ბევრი გაქვთ ხასიათში ამ ეტაპზე. ნახოთ აბა ერთი რა შეიძლება თქვენს ცხოვრებაში, როგორ გადალახავთ ამ ეტაპს, საინტერესოა. გადალახავთ, ვიტყოდი რომ გადალახავთ, დაძლევთ ამ პრობლემებს, ამ წინააღმდეგობებს, მაგრამ ძალიან ბევრი ბრძოლა მოგიწევთ, ძალიან ბევრი ენერგიის და რესურსის დახარჯვა მოგიწევთ. ადვილი არ იქნება ეს ბრძოლა და ამ ბრძოლაში შეიძლება გამარჯვებული არც კი ყავდეს პრინციპში რაღაც თვალსაზრისით, იმიტომ რომ თქვენც ბევრი დაკარგოთ და წააგოთ ენერგია, რესურსი, შინაგანი განწყობები და მეორე მხარეც წაგებული დარჩეს. ისე აქ ძალიან ტოქსიკური ენერგიები გიჩანთ საომავლოდ ამ სიტუაციიდან გამოსვლას გზაზე. ადვილი არ იქნება, ბევრს კი ისწავლით, ბევრ გაკვეთილებს კი მოგცემთ ეს სიტუაციები და დიდ გაკვეთილს გაიგთ, მაგრამ საკმაოდ რთული იქნება. ხშირი გექნებათ შეიძლება კონფლიქტი, შინაგანი დაძაბულობა, აი ესეთი არაჯანსაღი ენერგიები ბევრია, თავს გაუფრთხილდით. აქ შესაძლებელია მომენტი იყოს, რომ დანაკლისი გქონდეთ და დანაკარგი ურთიერთობაში, ან რაღაცა რესურსების ზოგადად, შეიძლება ფინანსური დანაკარგებიც გქონდეთ და კრიზისები და ამასაც ნერვიულობდეთ და ამასაც მისტიროდეთ. კრიზისები ბევრი გექნებათ. მოდუნებულები ვერ იქნებით ახლა პერიოდში, პირდაპირ გეტყვით მოდუნების საშუალებას თქვენს თავს და ცხოვრება არ გაძლევთ ამ ახლო მომავალში, მაგრამ წარმატების შანსები და იმის რომ გამოხვიდეთ აქედან არის, თუმცა ისევ და ისევ ეს ბრძოლა არ არის ის ბრძოლა, სადაც უდანაკარგოდ გამოხვალთ და მშვიდობიანად. აქ მშვიდობიანი გამოსვლა არ იქნება ამ სიტუაციაში. ნახოთ ის რჩევა, რას გირჩევთ ტარო, რა ჯობია თქვენთვის, როგორ მოიქცეთ, რომ ცოტა უფრო მარტივად გადალახოთ ეს სირთულეები. რჩევა ესეთია. დაასრულეთო, ნუღა ებრძვით ნურს თქვენს თავს, ნურს სამყაროს, ნურს პარტნიორს, ნურს საპირისპირო სქესს, არა შეიძლება სამსახურს, რავის ებრძვით, უბრალოდ შეეშვით ამ ბრძოლას და დარჩით საკუთარ თავთან.
დაინახეთ თქვენი მიღწევები, დატკბით იმით, რითაც მოხვედით, რაც გაგიკეთებიათ, რაც შეგიქმნიათ, რისთვისაც მიგიღწევიათ, თუნდაც იმ ურთიერთობაში, თუ მაინც და მაინც ურთიერთობა პრიორიტეტული, გაიხარეთ იმით, რაც მოგეცათ და თუნდაც ის რომ ვიღაც ადამიანს შეგიყვარეთ და თქვენ შეიყვარეთ, პოზიტიურზე მეტად კონცენტრირდეთ, ვიდრე ნეგატივზეო, ეს ერთი მომენტი და კიდე ერთი მომენტია, რომ ყურადღება, აქცენტები საკუთარ თავზე უნდა წაიღოთ თქვენ საქმეზე, ფინანსებზე, კარიერაზე, უფრო ესეთი აქცენტები მოდის, მაინც და მაინც რომ არ არის აუცილებელი გარეთ გაიტანოთ ენერგია თქვენს თავში არსებული სიტუაციების დალაგებაზე, აქ ახლის შექმნაზე, მაინც და მაინც არ არის აუცილებელი რომ ხა გავარდეთ უცებ და რაღაცა ესეთ თები მოვადგმოთ, გრიოთ და სიგიჟეები ჩაიდინოთ, არსებული ვითარებებში იპოვეთ ჰარმონია. შეიძლება არის თქვენ ცხოვრებაში რაღაცა კარგიც, პოზიტიურიც, მაგრამ არ გინდა ჩემჩნევა ან იმდენად ნეგატივზე ხართ კონცენტრირებული, რომ კარგს ვერ ამჩნევთ და დადებით იფიქრეთო, დადებით შეამჩნიეთო და დასასრულებელი დაასრულეთ. ოღონდ იცით როგორ უნდა დაასრულოთ? კონფლიქტების გარეშე, მშვიდობიანად, აუღელებლად. თითქოს სამყაროსთან ბალანსსა და ჰარმონიაში უნდა მოიყვანოთ თქვენი სული, გული, გონება, ყველაფერი, ანუ ჩხუბის და დაპირისპირებების გარეშე. საკუთარ თავს არ ეჩხუბოთ პირველ რიგში, საკუთარ თავები შეიყვარეთ, მერე უკვე გარე სამყარო შეიყვარეთ და სამყაროს მადლობა უთხარით იმისთვის, რომ რაღაც სიტუაციები გადალახეთ და დღეს ცოცხლები ხართ და დღეს ამ წერტილზე დგახართ. დარწმუნებული ვარ, იქნება ძალიან ბევრი სირთულე თქვენ გადალახული. აქ ჩემი მაყურებელი არასდროს მოდის ესეთი პატარა გამოცდილებებით, დიდი და ძიმე ცხოვრებისეული გამოცდილებებით მოდიხართ და სადაც მოხვედით, ის ეტაპიც დააფასეთ. ეს მექნება რჩევა, ნაკლები ეომეთ საკუთარ თავს, ნაკლები ეომეთ პარტნიორს, ნაკლები ეომეთ გარე სამყაროს. უფრო მეტად დაბალანსდება თქვენს ირგვლივ სიტუაციები. გისურვებთ სიმშვიდეს, ჰარმონიას, სიყვარულს სულსა და გულში. პირადი გაშლებისთვის შეგიძლიათ მოწეროთ პირად შეტყობინებებში. TikTok მაყურებელმა Instagram-ზე მოწერეთ, TikTok-ზე ნუ მომწერთ.